საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციას შორის ურთიერთგაგების ორი ახალი მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტებს ხელი მოაწერეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ და CERN-ის საერთაშორისო დეპარტამენტის არაწევრ და ასოცირებულ წევრ ქვეყნებთან ურთიერთობების ხელმძღვანელმა ემანუელ თესმელისმა. პირველი მემორანდუმი CERN-ში მიმდინარე CMC ექსპერიმენტის მეორე ფაზის განახლებას ეხება. მეორე მემორანდუმი კი CERN-ში მომავლის ციკლური კოლაიდერის რეალიზების სამუშაოს. ორივე დოკუმენტი CERN-ში მიმდინარე ექსპერიმენტებსა და მაღალი სიზუსტის სამუშაოებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა და ინჟინერთა აქტიურ ჩართულობას ითვალისწინებს. ეს არის FCC-ის პროექტი, სადაც 100 კილომეტრიან გვირაბზეა საუბარი, რომელიც უკვე სიცოცხლის შემეცნებაზე მუშაობს და მოიხსენებათ რა წარმატებებიც აღწერს. ეს არის უნიშნელო ჩვენი მეცნიერებისა და ჩვენი სტუმრებისათვის და CERN-ის გენერალური დირექტორის მოადგილე, ასე ვთქვათ, საერთაშორისო პროექტებში ბატონი ემანუელ თესმელის იმყოფება საქართველოში, თბილისში. ჩვენ მოვაწერთ უმნიშვნელოვანეს ხელშეკრულებას ხელს, რითაც კიდევ უფრო გაგრძელდება ჩვენი სტუდენტებისა და პროფესორების სწავლა, მუშაობა იმ დიდ კოლაბორაციაში, რომელსაც სოფლიოში ახალი ცხოვრება ქვია მეცნიერებაში. დიდი პატივია, რომ ვიმყოფები საქართველოში და ხელს ვაწერ ამ მემორანდუმს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან. მემორანდუმი შეეხება FCC კოლაბორაციის ჩამოყალიბებას და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არის რეგიონში პირველი ინსტიტუცია, რომელიც ამ კოლაბორაციაში ერთიანდება. ეს არის მნიშვნელოვანი არა მხოლოდ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის, არამედ საქართველოსთვის, რადგან მოხდა ქართული მეცნიერების აღიარება. ეს არის კოლაბორაცია, რომელიც ახლა ფორმირდება და საუკუნეზე მეთხანს გასტანს და საუკუნეზე მეთხანს მიიღებენ სტუდენტები და მკვლევარების შედეგებს იმ თანამშრომლობიდან, რომელსაც დღეს ჩაეყარა საფუძველი. ნაძალადევის